გამარჯობა მეგობრებო. დღეს ესე იგი ჩვენ უნდა ვისწავლოთ თვეები, ანუ დღეს უნდა ვისწავლოთ die Monate. Die Monate ეს არის თვეები. გერმანულად თვე არის der Monat, მხოლობით რისხში რა თქმა უნდა თვე der Monat და თვეები არის die Monate. მოდით ახლა ჯერ ვისწავლოთ თვეები. ესე იგი იანვარი გერმანულად არის Januar. იანვარი. თებერვალი Februar. მარტი März. აპრილი April. მაისი Mai. ივნისი Juni. ივლისი Juli. აგვისტო August. სექტემბერი September. ოქტომბერი Oktober. ნოემბერი November. დეკემბერი December. კიდევ ერთხელ Januar, Februar, März, April, Mai, Juni, Juli, August, September, Oktober, November, December. ახლა ვისწავლოთ როგორ იქნება გერმანულად იანვარში, თებერვალში და ასე შემდეგ. ნახეთ, ამ შემთხვევაში თვეების წინ უნდა გამოვიყენოთ წინდებული იმ. ეს იქნება იანვარში. გერმანულად იქნება im Januar. იანვარში. თებერვალში im Februar. მარტში im März. აპრილში im April. მაისში im Mai. ივნისში im Juni. ივლისში im Juli. აგვისტოში im August. სექტემბერში im September. ოქტომბერში im October. ნოემბერში im November და დეკემბერში im December. ესე იგი, თვეების წინ უნდა გამოვიყენოთ წინდებული im და ეს იქნება ში. კარგი, ახლა რა ვისწავლოთ? ახლა ვისწავლოთ სიტყვა Mitte. Mitte არის შუა. მაგალითად აინახეთ Mitte September, ანუ შუა სექტემბერში. Mitte September, შუა სექტემბერში. თვეების წინ გამოიყენება ესეც. ან მაგალითად შუა იანვარში იქნება Mitte Januar. ანუ შუა იანვარში. აი მაგალითად გერმანულად მე დრო მაქვს. ეს როგორ არის გერმანულად? ეს არის ich habe Zeit. მე დრო მაქვს და ახლა მოდით მაგალითად აი Mitte September ხომ არის შუა სექტემბერი. შუა სექტემბრამდე გერმანულად იქნება bis Mitte September. ანუ შუა სექტემბრამდე. აი გერმანულად ასეთი წინადადება რომ ვთქვათ მე მაქვს დრო შუა სექტემბრამდე მაქვს დრო. ეს იქნება ich habe bis Mitte September Zeit. ანუ მე შუა სექტემბრამდე დრო მაქვს. აი ასე. Mitte ესეც დაიმახსოვრეთ. და კიდევ, როდესაც წინადადებაში აი ჩვენ წეღან ვთქვით, რომ თვეების წინ უნდა გამოვიყენოთ წინდებული იმ, როდესაც ვამბობთ იანვარში, თებერვალში და ასე შემდეგ, ხო? როდესაც წინადადებაში ვიყენებთ ორ თვეს, მაგალითად ვამბობთ მაისსა და ივნისში, ან მაისში, ან ივნისში, აი მაგალითად მაისში, ან ივნისში. ან როგორ არის გერმანულად?
oder an. ნახეთ როგორ იქნება. მაისში ან ივნისში. გერმანულად იქნება im Mai oder Juni. როგორც ხედავთ, მეორე იუნი, მეორე თვის წინ აღარ გამოვიყენე წინდებული im. ერთხელ გამოვიყენე მხოლოდ im Mai oder Juni. მაისში ან ივნისში. აი ესეც დაიმახსოვრეთ, როდესაც ორ თვეს ვამბობთ ერთდროულად, მაისში ან ივნისში ან იყოს მაგალითად სექტემბერში ან ოქტომბერში. მაგ შემთხვევაში ში წინდებული im მხოლოდ ერთხელ გამოიყენება, პირველ თვესთან ვიყენებთ და მერე შემდეგთან აღარ გამოიყენება უკვე. Im Mai oder Juni ნიშნავს მაისში ან ივნისში. კარგი. ესე იგი, წეგან ჩვენ ვთქვით, რომ თვე ეს არის der Monat, თვე და მრავლობითში თვეები ეს არის die Monate. Die Monate თვეები. ახლა ნახეთ რა ხდება. თვეები აი იმ წინდებული რატომ გამოიყენება თვეებთან წინდებული იმ. თვეები მამრობითი სქესის სიტყვებია, დაიმახსოვრეთ. და ჩვენ ვისწავლეთ, რომ წინდებულების მერე გამოიყენება დატივი. ხო? ეს წინა გაკვეთაზე ჩვენ ვისწავლეთ. ახლა მოდით გავიხსენოთ მამრობითი სქესი დატივში. მამრობითი სქესი der ვიცით, რომ დატივში გახდება dem. dem. და გერმანულად როგორ არის ში, წინდებული ში როგორ არის? ხომ არის in. in plus dem. აი ეს ორი ერთად არის im. im არის in dem-ის შემოკლებული ფორმა. in plus dem უდრის im ამას. და ამიტომაც თვეების წინ გამოიყენება წინდებული im. ანუ ესეც ვიცოდეთ, საიდან გამოიყენება. ახლა კიდევ ერთი წინდებული უნდა ვისწავლოთ ჩვენ დღეს. ეს წინდებული არის für. ოღონდ დღეს რა მნიშვნელობით უნდა ვისწავლოთ ეს წინდებული? für უნდა ვისწავლოთ როგორც ამდენი ხნით. ოღონდ რა ხდება? აი წინა გაკვეთაზე ჩვენ როდესაც წინდებულებს ვსწავლობდით, ჩვენ ვისწავლეთ, რომ წინდებულების მერე უნდა გამოვიყენოთ დატივი. მაგრამ für ამ წინდებულის მერე დატივი არ გამოიყენება. ამ წინდებულის მერე გამოიყენება აკუზატივი. für ამის მერე გამოიყენება აკუზატივი. მაგალითად, ახლა მოდით გავიხსენოთ ჩვენი არტიკლები აკუზატივში. აკუზატივში მამრობით მხოლოდ და მხოლოდ ვიცით, რომ მამრობითი სქესი იცვლება და მამრობითი სქესის არტიკლებია den, einen, keinen. den განსაზღვრული, einen განუსაზღვრელი, keinen უარყოფითი. საშუალო არ იცვლება, აკუზატივში არის das, ein, kein, არც მდედრობითი, ეს იქნება die, eine, keine. ახლა რა ხდება? ნახეთ. თვე გერმანულად არის der Monat. აკუზატივში ეს იქნება den Monat, einen Monat. ნახეთ, ერთი თვით. გერმანულად არის für einen Monat. für einen Monat. ერთი თვით. für einen Monat. ან საშუალო სქესი. მაგალითად, წელი გერმანულად არის წელი, წელიწადი გერმანულად არის das Jahr. აკუზატივში იქნება das Jahr, ein Jahr, kein Jahr უარყოფითში. მაგალითად ნახეთ, ერთი წლით გერმანულად არის für ein Jahr. für ein Jahr. ერთი წლით. ან მაგალითად კვირა. ეს არის die Woche, მდედრობითი სქესია. აკუზატივში არც ეს არ იცვლება, ეს იქნება die Woche, eine Woche. ერთი კვირით გერმანულად იქნება für eine Woche. ესე იგი für einen Monat ერთი თვით, für ein Jahr ერთი წლით და für eine Woche ერთი კვირით. ახლა ნახეთ, აი ასეთი წინადადებები მაქვს. მე ვეძებ. როგორ არის გერმანულად? Ich suche. Ich suche, ანუ მე ვეძებ. მაგალითად, მე ვეძებ ერთი თვით ბინას. გერმანულად იქნება ich suche für einen Monat eine Wohnung. Eine Wohnung არის ბინა. ესე იგი მე ვეძებ ბინას ერთი თვით. Ich suche für einen Monat eine Wohnung. An ერთი წლით ვეძებ. ეს იქნება ich suche für ein Jahr eine Wohnung. Ich suche für ein Jahr eine Wohnung. An ერთი კვირით ვეძებ. ეს იქნება ich suche für eine Woche eine Wohnung. Ich suche für eine Woche eine Wohnung. ანუ მე ერთი კვირით ვეძებ ბინას.